გამარჯობა მეგობრებო. სანამ დავიწყებთ გთხოვთ დალაიქოთ ვიდეო. გამოწეროთ ჩვენი არხი და დატოვოთ კომენტარი. ეს ძალიან ეხმარება ჩვენ, რომ შევძლოთ კიდევ უფრო ხარისხიანი ვიდეოების შექმნა. დღეს ვისაუბრებთ ილია ტოპურიას ბოლო კომენტარებზე და მის სამომავლო გეგმებზე UFC-ში, ასევე არმან სარუკიანის და ისლამ მახაჩევის პერსპექტივებზე. ილია ტოპურია ჩვენი ქართული ვარსკვლავი ბოლო პერიოდში კვლავ აქტიურად ყურადღების ცენტრშია. არმან სარუკიანი აცხადებს, რომ შეუძლია ილია ტოპურიასთან ბრძოლა. თუმცა რეალურად ეს ბრძოლები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება საინტერესო, თუ მას წააგებს ისეთი ძლიერების მქონე მეტოქეებს, როგორიცაა ისლამ მახაჩევი. სარუკიანის თქმით, ილია ტოპურია უნდა შეებრძოლოს ორ ძილითად მეტოქეს, არმან სარუკიანს და ისლამ მახაჩევს. თუ ილია ამ ორივეს დაამარცხებს, მისი ადგილმდებარეობა UFC-ს საუკეთესო ფაითერებთან შორის გარანტირებულია. თუმცა სარუკიანი და მახაჩევი ნამდვილად არ არიან მარტივი მეტოქეები. მაგალითად, დენ ჰუკერი, რომელიც ილიასთან მომავალის შეხვედრის ერთ-ერთ პოტენციურ მეტოქედ მიიჩნევა, ცნობილია თავისი მტკიცე წინააღმდეგობითა და გამბედაობით. თუმცა ილია ტოპურია, როგორც ყოველთვის, ძალიან გათვლილია სტრატეგიულად. მისი ინტერესი სპექტრ უფრო მეტად მიმართულია მაღალი მედია ანაზღაურების მქონე ბრძოლებისკენ, როგორიცაა პედი პიმბლეტი ან ისლამ მახაჩევი. სარუკიანი მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ძლიერია, მედია შინაარსით ილიასთვის ნაკლებად მიმზიდველია. აქედან გამომდინარე, ილია მიისწრაფვის იმ ბრძოლებისკენ, რომლებიც არა მხოლოდ მის სპორტულ რეპუტაციას გაზრდიან, არამედ ფინანსურადაც მომგებიანია. მიუხედავად ამისა, პირველი ნაბიჯი ილიას კარიერაში არის დენ ჰუკერის დამარცხება. ეს ბრძოლა, რომელიც გაიმართება UFC Fight Night-ის სტარტზე კატარში, არის უმნიშვნელოვანესი. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც UFC ეწევა ამ ტერიტორიას შუა აღმოსავლეთში. ილია სტილისტურად როგორც ჩანს, ბრძოლა შეიძლება სარუკიანისთვის დამაჯერებლად იყოს, თუმცა დენ ჰუკერი ცნობილია იმით, რომ რთულ სიტუაციებში მისი ეფექტურობა მატულობს. ისლამ მახაჩევი წინა წლისთვის რამდენიმე თვე იყო ლიბრა პერლი ნომერ პირველი მებრძოლი, ამიტომ მისი დამარცხება ილიას კარიერაში იქნება მწვერვალი. თუ ილია შეძლებს მახაჩევის დამარცხებას, ეს პრაქტიკულად მისცემს საშუალებას, რომ მიიჩნიონ UFC-ს ერთ-ერთ ყველაზე დომინანტ მებრძოლად. არსებობს კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი, ალექს პერეირა, რომელიც ასევე შეეცდება სამმაგი მეფობის მიღებას, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ UFC დაეთანხმება მას იმ გამოწვევების გადასაწყვეტად, რაც წინ არის. ილიას შემთხვევაში მისი სამომავლო სტრატეგია მარტივია: პედი პიმბლეტი, არმან სარუკიანი და ისლამ მახაჩევი. თუ ამ სამი მებრძოლი დაამარცხა, სხვა კითხვები პრაქტიკულად აღარ დარჩება მისი უნიკალურობისა და ძალის შესახებ. მეგობრებო, გრძელდება ჩვენი სიუჟეტი ილია ტოპურიას შესახებ UFC-ში. სანამ უფრო ღრმად შევეხებით თემას, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ და ლაიქეთ, გამოწერეთ არხი და დატოვეთ კომენტარი. ეს დაგვეხმარება გავაგრძელოთ მაღალი ხარისხის ვიდეოების წარმოება. ილია ტოპურია კვლავ აქტიურია და მომავალ წელს მას საკმაოდ დიდი გამოწვევები ელის. პირველი და აუცილებელი ნაბიჯი მისი კარიერაში არის ბრძოლა დენ ჰუკერთან. ეს ბრძოლა, რომელიც კატარში გაიმართება UFC Fight Night-ის ფარგლებში, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ილიას სტილში, როგორც ჩანს, ეს ბრძოლა შესაძლოა იყოს სასარგებლო, მაგრამ დენ ჰუკერის გამოცდილება და ბრძოლაში ადაპტირების უნარი მოითხოვს მაქსიმალურ კონცენტრაციას. ბრძოლა არმან სარუკიანთან ილიასთვის სხვა სახის გამოწვევაა. სარუკიანი არის ძლიერი ტექნიკური მებრძოლი, თუმცა მედია და ფინანსური თვალსაზრისით ილიასთვის უფრო მიზანშეწონილია ბრძოლები პედი პიმბლეტთან ან ისლამ მახაჩევთან. ილიას სტრატეგია გამიზნულია არა მხოლოდ სპორტულ წარმატებაზე, არამედ რეალურ ფინანსურ შედეგებზე. აქედან გამომდინარე, არმან სარუკიანი, მიუხედავად თავისი ტექნიკური მომზადებისა, ილიასთვის პირველ რიგში გამოწვევის ვიდრე მედია მოგების თვალსაზრისით საინტერესოა. ახლა ყურადღება მოდის ისლამ მახაჩევზე, რომელიც რამდენიმე ხნის განმავლობაში იყო ნომერ პირველი light breaker. თუ ილია შეძლებს მასთან დაპირისპირებაში გამარჯვებას, ეს მისი კარიერის პიკი იქნება. აქედან გამომდინარე, სამომავლო გეგმები საკმაოდ მკაფიოა. ილია უნდა დაამარცხოს პედი პიმბლეტი, არმან სარუკიანი და ისლამ მახაჩევი, რათა უზრუნველყოს მისი პოზიცია UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მებრძოლად. კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ალექს პერეირა, რომელიც ცდილობს სამაგი ჩემპიონატის მოპოვებას. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია UFC-ს გადაწყვეტილებაზე, თუ რამდენად მისცემენ საშუალებას პერეირას შეასრულოს ეს გამოწვევები. ილიას შემთხვევაში სამომავლო გეგმა მეტოქეთა შერჩევით და სტრატეგიულ მიდგომით არის შემუშავებული. ილიას შემთხვევაში თითოეული ბრძოლა არის გაწონასწორებული არა მხოლოდ ტექნიკურად, არამედ ფინანსურად და მედია გავლენით. მაგალითად, პედი პიმბლეტი იქნება გამოწვევა, რომელიც გამოაჩენს ილიას ტაქტიკურ და სტრატეგიულ შესაძლებლობებს, ხოლო ისლამ მახაჩევი წარმოადგენს ბოროტი ფინალის როლს. ბოლო დიდი წინააღმდეგობა, რომელიც აუცილებლად განსაჟვრავს ილიას რეპუტაციას. მეგობრებო,
ვიდეოს ბოლო ნაწილი უკვე იწყება, მაგრამ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ. დალაიქეთ, გამოწერეთ არხი და დატოვეთ კომენტარი. ეს დაგვეხმარება, რომ მომავალშიც შემოგთავაზოთ კიდევ უფრო საინტერესო ვიდეოები. ილია თოპურიას სამომავლო გეგმები UFC-ში საკმაოდ მკაფიოა. მისი მიზანია დაამარცხოს პედი პიმბლეტი, არმან სარუკიანი და ისლამ მახაჩევი. ეს სამივე ბრძოლა წარმოადგენს არა მხოლოდ სპორტულ გამოწვევას, არამედ ფინანსურ და მედია მიზნებსაც. პედი პიმბლეტი იქნება პირველი სერიოზული წინააღმდეგობა, რომელიც ილიას სტრატეგიულ და ტექნიკურ შესაძლებლობებს გამოავლენს. ეს ბრძოლა მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ გამარჯვებისთვის, არამედ იმ გზისთვის, რომელსაც ილია გაივლის სამომავლოდ. მას შემდეგ, რაც პიმბლეტი დამარცხდება, ილიას წინაშე დადგება არმან სარუკიანი, სტილისტურად ძლიერი მეტოქე, რომელიც მაღალი საფრთხის გამომხატველია. თუმცა, მედია მნიშვნელობით ეს ბრძოლა ნაკლებად მიმზიდველია ილიასთვის, რადგან მას უფრო მეტად ფინანსური და საერთაშორისო აღიარება აინტერესებს. ბოლო, ბოროტი ფინალი იქნება ისლამ მახაჩევი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ნომერ პირველი ლიბრაპერლი. მისი დამარცხება ილიას მსოფლიო მნიშვნელობის მებრძოლად აქცევის. თუ ილია შეძლებს მახაჩევის დამარცხებას, მისი სტატუსი UFC-ში პრაქტიკულად უკიდურესად გაუმჯობესდება და ის ავტომატურად ჩაითვლება ერთ-ერთ ყველაზე დომინანტ მებრძოლად. ამ სამომავლო სამივე ბრძოლაში ილიას სტრატეგია არის გათვლილი არა მხოლოდ ტექნიკურად, არამედ ფინანსურად და მედია მიზნებითაც. პირველი ბრძოლა აჩვენებს მის ტაქტიკურ უნარებს, მეორე სტილისტიკურ მდგრადობას, მესამე სამუდამოდ ადგენს მის ადგილს UFC-ს ისტორიაში. გარდა ამისა, ილიას კარიერის პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ალექს პერეირა, რომელიც ცდილობს სამმაგი ჩემპიონატის მოპოვებას. თუმცა, ილიას სტრატეგია ძირითადად მიმართულია იმ ბრძოლებისკენ, რომლებიც მას რეალურად აძლევს შესაძლებლობას დაამარცხოს ყველაზე ძლიერები, დაამკვიდროს მისი სპორტული რეპუტაცია და ფინანსურადაც მომგებიანი იყოს. მოკლედ, თუ დავაკვირდებით, ილია თოპურია UFC-ში პრაქტიკულად 3 ბრძოლის შემდეგ შეძლებს არა მხოლოდ საერთაშორისო აღიარებას, არამედ სამუდამოდ დაიმკვიდროს თავისი ადგილი საუკეთესო მებრძოლებს შორის. პირველი ნაბიჯი არის დენ ჰუკერის დამარცხება, შემდეგ არმან სარუკიანი და საბოლოოდ ისლამ მახაჩევი, რაც იქნება მისი კარიერის პიკი. მესმის, რომ ბევრს აღელვებს საკითხი თუ რა გზა დარჩება UFC-ს ესპანეთში. თუმცა რეალურად ილიას პოზიცია ნებისმიერი მნიშვნელოვანი ღონისძიების სტარინგსას გავლენას მოახდენს. თუ ის წარმატებით დაასრულებს სამივე ბრძოლას, სხვა პოტენციური მეტოქეები, როგორიც არის დენ ჰუკერი ან არმან სარუკიანი, რეალურად იქნება მომდევნო გამოწვევები. მოკლედ, მეგობრებო, შედეგი აშკარაა. ილია თოპურია მზად არის სამომავლო დიდ გამოწვევებისთვის, ხოლო ჩვენ ვნახავთ, როგორ დასრულდება მისი ბრძოლები პედი პიმბლეტის, არმან სარუკიანის და ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ. ეს იქნება რეალური გზა, რომ მან დაიმკვიდროს თავისი ადგილი UFC-ს ისტორიაში და გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მებრძოლი. გთხოვთ, ვიდეოს ბოლოს კიდევ ერთხელ დალაიქეთ, გამოწერეთ არხი და დატოვეთ კომენტარი. გვითხარით, თქვენ როგორ გონიათ, შეძლებს თუ არა ილიამ ამ სამივე ბრძოლის მოგებას და იშენარჩუნებს თუ არა ლიდერის პოზიციას.